ევროკავშირმა ყულევის სპორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ საწყისი პოზიცია მას შემდეგ გადაიხედა, რაც ოცნებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. წერილის ბოლოს სალივანი ოცნებას აფრთხილებს და წერს, რომ აღებული ვალდებულება არ მოხდეს ევროკავშირის სანქციების გვერდისავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით კაცრი კონტროლის ქვეშ რჩება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შესაბამისად იმოქმედონ. საქართველოში საწვავი 2-დან 18 თეთრამდე გაძვირდა. ინფორმაციას BMG ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ნავთობის ფასები ქართულ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებში ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ 7 მარტიდან შეიცვალა. ირანი არაბულ და ევროპულ ქვეყნებს ამერიკა-ისრაელის ელჩების გაძევების სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტით თავისუფლად სარგებლობის უფლებას თავაზობს. განცხადება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა. აზერბაიჯანი ირანს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. ალიევის დავალებით ქვეყანა თეირანს 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და 2 ტონა მედიკამენტებს გადასცემს.